მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი სტუმარია მე მრავლობიჩი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთან ერთად უკვე ვიცი, რომ გარკვეული აუდიტორია უყურებს ხოლმე ჩემს სტრიმერს და მოკლედ ჩვენი სტუმარი არის ბატონი სოსო მანჯავიძე. მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით. ბატონო სოსო. ბატონო სოსო. ესე იგი, გუშინ რო თქვათ, რომ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა მხადასი არ იყო, მაგრამ ის შეხვედრა, რაც ვაშინგტონში შედგა, მე გულისხმობ ალიევსა და პაშინიანს შორის დონალდ ტრამპის მესვეურობით, როგორც აღმოჩნდა, თლად ამ ფორმით და ასე ჩქარა, მე მგონი არავინ ელოდა. და ამაზე მსურს ვისაუბრო და მეორე თემად მინდა გამოვიტანო, რაც ამერიკაში ქართველებს ძალიან გვაწუხებს, იმიტომ რომ მრავალნაირი ინფორმაცია ვრცელდება მიგრანტებთან დაკავშირებით და ყველა ბუნებრივია სწორი არ არის. ზოგი ამას თავის სასარგებლოდ იყენებს, ზოგი პოლიტიკურ პლატფორმას იმყარებს და ასე შემდეგ და ჩვენა გვაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მოკლედ დავიწყოთ გეოპოლიტიკით. რა იყო ეს ბატონო სოსო და ზანგეზურის კორიდორს რო უწევ ტრამპის მარშრუტი რო დავარქვით. ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ზოგადად ახლა ტრამპი მოგეხსენებათ, როგორც კი მოვიდა, დაიწყო სრულად მოულოდნელი რიტორიკა, რამაც საგონებელს შეაგდო მთელი მსოფლიო, ხო გვახსოვს? დაიწყო შეერთებული შტატების მერიდიანულ განვითარებაზე საუბარი, ანუ ლაპარაკი იყო კანადის მოერთებაზე და გრენლანდიის მოერთებაზე. გვახსოვს? გვახსოვს ასევე ვენსის ვიზიტი იქა გრენლანდიაში, ხო? და მრავალ მექსიკას ყურეს უნდა დარქმოდა ამერიკის ყურე. და სხვა და სხვა, სხვათა შორის. ეს საიდან ხა ტრამპს ეს არ მოლანდებია. ხომ ამერიკის ისტორიას თუ გადავხედავთ ჩვენ, მას აქვს ძალიან საინტერესო ორმაგი ბუნება. და როგორ ყალიბდებოდა ეს ამერიკული მოდი ეს სახელმწიფო, ხომ 19 საუკუნეში ძალიან საინტერესოა ამის რეტროსპექტივა ისტორიული. კერძოდ მოგეხსენებათ, რომ ესე იგი, ოკეანიდან ოკეანემდე მიდიოდა განვითარება, ანუ ორ ზღვას შუა, და ასევე მიდიოდა განვითარება, ასე ვთქვათ, ექსპანსია მექსიკისკენ და ექსპანსია კანადისკენ. ეს მერიდიანული განვითარება, ანუ ესე იგი, ეს შეჩერდა, თავის დროზე სხვათა შორის ბრიტანელებმა შეაჩერეს მისწრაფება კანადისკენ, ხოლო ადმირალი მეჰენის კონცეფციაც გვახსოვს, ალბათ, რომ sea power, ანუ საზღვაო ძლიერება შეერთებული შტატების და ამერიკის ეს განვითარება შეჩერდა ამ საზღვრებში. ანუ ის არ განვითარდა არც კანადისკენ, არც მექსიკისკენ და ტრამპმა ახლა ეს გააჟღერა, რომ იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ბატონობდეს ამ გეოპოლიტიკური კონცეფციის მიხედვით, დაუშვათ იყოს საპირწონე დიდი ევრაზიული სივრცისათვის, ის უნდა ფლობდეს ამ კონცეფციის მიხედვით მთელ ჩრდილო ამერიკას. ამ შემთხვევაში მისი პარამეტრები ასეთი იქნება. ხო, ეს რატო მოვყევი ახლა მე, რომ ამ კატეგორიებით ტრამპის გუნდში აზროვნებენ, ისი და დასტურად მოვიყვანე, თემა რომ შეეჯახა სულ სხვა რეალობას. შემდეგ რა ის არის ახლა ეს რა შუაშია, დაუშვათ კორიდორი, ზანგეზურის კორიდორი, ანუ ტრამპის გზა და იქ ამერიკული სამხედროების ჩაყენება. ხო, რა კავშირშია ეს, რაშია საქმე საერთოდ დაუგნებულია ბევრი არაფერი, ეს ჩვეულებრივი სტრატეგიის გაგრძელება არის. კერძოდ ეს არის ირანის იზოლაციისკენ მიმართული ნაბიჯი, ანუ ირანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გაძევებისკენ მიმართული ნაბიჯი და ასევე ეგრეთ წოდებული ერთი გზა, ერთი სარტყელის კონტროლის გადადგმული ნაბიჯი. სამხრეთ კავკასიაში
სატრანსპორტო გზებზე, ლოჯისტიკურ გზებზე კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ასევე ასე ვთქვათ, ჩაწნული იმასთან, რა ქვია, თურქეთის დიდი თურანის პროექტთან. ანუ ეს პროექტები ერთდროულად ხორციელდება, აი როგორც აი ის რო არის, რა ქვია, რუსული ის რო არის, ერთმანეთშია ასე, ჩადებული. მატრიოშკები, ხო? ერთ გასნი მეორე გამოდის, მეორე გამო მესამე გამოდის და ასე. შესაბამისად, ახლა ეს მოვლენაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჯერ კიდე 17 წელს რუსეთის პარტიული პაშინიანი ზურგჩანთით დადიოდა სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. ნუ გასაგები იყო ახლა ვიცი ელემენტარულად ვინც იცის ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიები და ვინც ელემენტარულად გამოიკვლიოს დაფინანსების წყაროებს, ხომ? რევოლუცია მოგესალმება თანამედროვე სამყაროში არ ხდება, ასე ვთქვათ, ასე სპონტანურად. მას ყოველთვის ყავს ინტერესანტი გარეთ და ყავს დამფინანსებელი და ორგანიზატორი. ახლა პაშინიანი გასაგებია რომ ვის აფინანსებდა. პაშინიანი ჩვეულებრივი ფერადი რევოლუციის სახელებით ხავერდოვანი დაარქვეს და ასე შემდეგ. ხო ვიცით ვარდების, ღირსების, ნარინჯისფერი და არ ვიცი მე, ხო რევოლუციები რამდენიც გინდა სახელებსაც არ ქონდა. ანუ თითების ანაბეჭდი აღებაც არ იყო საჭირო პირდაპირ ის დაცო ისე რა ქვია, თავი რო გამოუჩნდება მის ნაკვალევს, ყურები რო გამოუჩნდება მის ნაკვალევს ნუ აეძებო. ის ვარიანტი იყო, გასაგები იყო, რომ ამას რა თქმა უნდა მართავდა ეს სოროსის ქსელი, რომელიც თვითონ თავისთავად ცხადია, სოროსი არ არის მარტო სოროსი. სოროსი არის ფრონტმენი, გაცილებით უფრო სერიოზული ძალის, რომელიც დედამიწაზე, ასე ვთქვათ, მოდერაციას აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების, მათ შორის სოროსის მეთოდოლოგიით. გავიგეთ ახლა ეს ყველაფერი და რა მოხდა? მოხდა რევოლუცია. კიდე ნიშანდობლივია, სომხეთში სხვათა შორის არის ყველაზე უფრო დიდი საელჩო ერაყის მიერ. ეს არ არის საელჩო, ეს არის ბაზა. სომხეთის ტერიტორიაზე. მასშტაბში ეს არის ბაზა, რომელიც ახდენს განუწყვეტელ გავლენას, ასე ვთქვათ, მოსახლეობაზე, სხვა საელჩოებთან ერთად. ნუ სხვადასხვა რბილი ძალის ინსტრუმენტები სომხეთში დიდი ხანია ამუშავებულია. პაშინიანის მოსვლაც ამას ნიშნავდა. მე მაშინვე დავწერე, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ყარაბაღს სომხეთი აუცილებლად დაკარგავს. და დიდი ალბათობით ისეთი ვექტორი აქვს დაჭერილი, რომ აუცილებლად გამოიწვევს ეს სომხეთისთვის უდიდეს პრობლემებს. ან სომხეთი გახდება, ასე ვთქვათ, ფიჩხი უფრო დიდი გეოპოლიტიკური პროცესები. ნუ ახლა ყარაბაღი რაც მოხდა ნახეთ, სხვათა შორის მე აქტიურად ვიყავი ჩართული აზერბაიჯანული მედია უფრო ხშირად, ესე იგი ას მეკითხებოდა, ასე ვთქვათ, და სადაც შემეძლო მოუწოდებდი მე სომხებს, რომ დროზე ასე ვთქვათ, დროზე ნაკლები მსხვერპლით გამოსულიყვნენ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ გასაგები იყო, რომ ეს გაყიდული თამაში იყო. და ამას ნებისმიერი სომეხი, ვისაც ოდნავ ანალიტიკური უნარი აქვს, დაგიდასტურებთ და ნუ უბრალოდ ახლა ის კიდე რომ აზერბაიჯანის მხარეს იმდენად იყვნენ მოწყურებული შურიზიებას აზერბაიჯანელები, რომ დიდი სხვათა შორის კარგად შეაკავა იმან ალიევმა მაშინ, იმიტომ საფრთხის წინაშე იყო. ერთის მხრივ შეიძლება მომხდარიყო ის, რომ ტრაგედია რომ დაუშვი გენოციდი დაწყებულიყო, მეორეს მხრივ ახლა აზერბაიჯანელებსაც ეს არ აწყობდათ და ნუ მოხდა ეთნიკური წმენდა, მაგრამ გენოციდი არა და ნუ ეს კიდევ კარგად გადაჩნდნენ, ასე ვთქვათ. ხო, იმიტომ სიძულვილის ხარისხი დიდი. ამის მერე ესე იგი და მოხდა ამ სიტუაციის კუპირება, ნუ იმ უარყოფითი რეაქციის სომხეთის მოსახლეობაში გამოიწვია ყარაბაღის ჩაბარებამ, ასე ვთქვათ და იმ 4 რაიონის ჩაბარებამ, სხვათა რაიონის ჩაბარებამ, სხვათა შორის მანამდე გაცილებით რბილ პირობებზე იყო აზერბაიჯანი თანახმად. პაშინიანის მოსვლით.
და ამის მერე დაიწყო ეს პროცესი და ხო რასაგები იყო საითქენს მიდიოდა პროცესი ერთია დაუშვათ შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმისთვის რომ პროექტი არ ჩაიშალოს იმიტომ რომ პროექტი რო განხორციელდეს ამისთვის უნდა კონდეს ეფექტური კონტროლი უნდა ყავდეს ხელისუფალი ხო ამისთვის პაშინიანს ყველანაირ მხარდაჭერას უწევდნენ რომ მას ის ვერ ჩამოეგდოთ გაენადგურებინა შიდა ოპოზიცია იმისთვის რომ აი ეს უპრეცედენტო რამ გაეკეთებინა მართლაც და ფაქტიურად მან ერთის უარი თქვა ასე ნუ ყარაბაღში გასაგებია რომ ცნოდა ახლა მი 4 სოფელიც რა თქმა უნდა გადასცა და ბოლოს ანგეზურის კორიდორსაც დათანხმდა მაგრამ დათანხმდა იმ სოუსით რომ ეს იქნება ამერიკელების გარანტიის ქვეშ ну ამას რა თქმა უნდა თან ახდა რუსეთთან კონფრონტაცია და შესაბამისად ფაქტიურად აი ეს ყველაფერი გადავიდა უკვე თურქეთ-აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ. შეერთებულმა შტატებმა აქ თავისი გავლენა განიმტკიცა. ახლა რა მოყვა ამას? რა მოყვა და აგერ ვილაიეთი გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თქვა რომ ვერანაირად რუსეთის პოზიციის მიუხედავად ირანი არ დაუშვებს ესე იგი ზანგეზურის კორიდორის ამუშავებას. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ საინტერესო ფორმულირება თქვა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ანუ ვილაიეთი, ესე იგი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთა აქცენტი. ანუ ირანი აკეთებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ზოგადად ირანი გამოდის სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველა სახელმწიფო უნდა იყოს იმ ტერიტორიებში, რომელიც იმ ტერიტორიულ საზღვრებში, რომელიც 91 წელს მათ დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან აქვთ. მათ შორის საქართველოს ეს პოზიციაც ხადია რომ აწყობს და ეს სხვათა შორის რუსეთთან მათი ესეთი დისკუსიების საგანი იყო +3 ფორმატში. ვილაიეთმა მაგრამ ხადია ვილაიეთის იმდენად არ აწუხებს ეს აწუხებს როგორც პრინციპი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ვილაიეთის აწუხებს ის რომ ირანი ამ კორიდორის მეშვეობით ფაქტურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება და ახლა ერთ წუთს წარმოვიდგინოთ რომ მისთვის მთავარი კოშმარი რა არის რომ ფაქტიურად იქ ფაქტობრივად აზერბაიჯანი ამ კორიდორის ამოქმედების შემდეგ და ამ ხელშეკრულებების შედეგად აზერბაიჯანი ფაქტობრივად ნატოს წევრი სახელმწიფო ხდება. ფაქტობრივად პოეზია, იმიტომ თურქეთი ნატოს წევრია, თურქეთი იღებს ექსტერიტორიულ თურქეთი პირდაპირ კავშირშია უკვე აზერბაიჯანთან, თურქეთის შეერაღებული ძალები ინტეგრირებულია აზერბაიჯანთან, ის ძალისხმევის ვექტორი გადადის უკვე კასპიის ზღვის იქით მდებარე ასე ვთქვათ თურქულენოვან სახელმწიფოებზეც მათ შორის და ამის გარდა ნუ ირანს აქვს მოიხსენება სერიოზული პრობლემები მის ასე ვთქვათ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ძირითადად ეთნიკურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ცხადია კომპლექსში და იმის გათვალისწინებით რომ აზერბაიჯანი ასევე არის ისრაელის ახლო მოკავშირე და ის დადანაშაულებული იქნა ირანის მიერ ისრაელის შეტევის დროს ხელშეწყობაში ირანის საწინააღმდეგო მოქმედებაში ცხადია ახლა აზერბაიჯანის ასე ვთქვათ ირანის ესეთი მძაფრი და მკვეთრი პოზიცია ის პირდაპირ დაიმუქრა რომ ეს არ არის რაღაც მეებით უძრავი ქონებით ვაჭრობა როგორც ეს წარმოუდგენია ტრამპს და ირანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. და ხაზი გაუსვა რუსეთის პოზიციის მიუხედავად. რუსეთის პოზიციის მიუხედავად. საინტერესოა აქ რა პოზიციას დაიკავებს ხადია ჩინეთი. ერთი რაღაცა უნდა გვესმოდეს რომ ჩინეთი აცილებით უფრო ესე ვთქვათ მეტად უჭერს ხარს ირანს და ირანი მისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა და ვიდრე იგივე რუსეთს სხვათა შორის. რომ ახლა იგივე დაუშვათ ჩინეთმა არც ნუ იგივე პირიმის მიერთება რუსეთის მიერ მაგალითად.
მით უმეტეს ის არცნობს ახალ ტერიტორიულ რეალიებს რუსეთში. ან რუსეთ-უკრაინის ფრონტიდან გამომდინარე და არც ერთ მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. უბრალოდ თქვა, რომ ჩვენ არ დავუშვათ რუსეთის დამარცხებას, იმიტომ რომ შემდეგ ჩვენზე გადმოვლენ. ეს ცნობისთვის. აქედან გამომდინარე სერიოზული გეოპოლიტიკური დაპირისპირება დაიწყება ამასთან დაკავშირებით და ახლა თუ რუსეთის პოზიციაზე გადავალთ ჩვენ ტრამპი პუტინის შეხვედრაზე ცხადია ეს საკითხი ისევე როგორც სხვა დანარჩენი საკითხები იქნება დაყენებული. ეხლა რაც შეეხება ტრამპი პუტინის ესეთ ექსტრემალურ შეხვედრას, იშვიათად ყოფილა სხვათა შორის ამ სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა ასეთ სწრაფ რეჟიმში გადაწყვეტილი იყოს და ეს სიმპტომატურია. და ასევე შეიცავს ჩემი აზრით ამ შეხვედრის ჩაშლის საფრთხესაც. ჩაშლა ამ შემთხვევაში შეიძლება გარდან არ გამოჩნდეს, ან როდესაც ხვდებიან ესეთ დონის სახელმწიფო მეთაურები, როგორც წესი ყველაფერი შეთანხმებულია წინასწარ და ისინი უკვე აკეთებენ ესე ვთქვათ ჯესტებს, აწერენ პარაფილე. აკეთებენ ამის კურთხევას, ასე ვთქვათ. უკვე გასაგებია. ფორმალური ფაქტ არიან დაკავებული წინასწარ უკვე გაკეთებული ალბათ ყველაფერი. ეხლა ტრამპს ხაერი ვიჭირდება ის ხომ შვიდობის ყოფილი პრეზიდენტია და ნობელის პრემია უნდა და ხაერი ვიჭირდება რაღაც პოზიცია უკრაინის საკითხში, რომ მან თქვას, რომ მე ეს მოვაგვარე. ან გავაკეთე ყველაფერი, რომ მომეგვარებინა, მაგრამ ვიღაც არ ამზადა, მე ჩაშალა. დროებითი წარმატება მაინც ჭირდება. ჩემი აზრით, ესეთ პუტინი შეეცდება, რომ ტრამპი გამოიყვანოს, ასე ვთქვათ, ანუ მას ასე ვთქვათ, ასესხოს იმიჯი. აი ესე ტერმინი რო ვთქვათ, აი ხელი შეუწყოს საიმიჯო გამარჯვებაში, რომ მაგრამ სამაგიეროდ მიიღოს რეალური, ასე ვთქვათ, სარგებელი. ეს იქნება რუსების პოზიცია. იქ მე მაგალითად ვხედავ სიტუაციას იმგვარად, ბევრი მიზეზის გამო, რომ დროებითი რაღაც შედეგი დადგება. შეიძლება ეს შედეგი იყოს წინასწარი მოლაპარაკება იმაზე, რომ აი ეს საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების შესახებ შეზღუდვის მოხსნა, რომელზეც რომის შესახებაც განაცხადა პუტინმა და რომელიც ძალიან აქტუალურია, ხომ, იგივე ევროპისთვის. რაღაც და იგივე დაუშვათ შტატებმაც ხო იგივე გააკეთა თავის დროზე, ხო? რაღაც ამის შესახებ მოილაპარაკონ და ეს გამოცხადდეს როგორც დიდი მოგება. დიდი შეთანხმება. რომ სოფლიო გადაარჩინა პაცემმა დონალდმა კიდევ ერთხელ. მაგალითად, რომ აი რაღაც რუსები ამბობენ რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და სოფლიოს მოხსენით აი ეს უდიდესი პრობლემა. ეს იმ შემთხვევაში და ეს ამან შეიძლება გადაჭრილოს ეს უკრაინის დაურეგულირებლობა, ვინაიდან მოგესალმებათ გამოჟონა გარკვეულმა გეგმამ იმის შესახებ თუ რა წინადადებები აქვს, როგორი გეგმა აქვს შტატებს ეს რა შეთავაზება ეს გამოჟონა ამან. იგულისხმება გაყინვა საბრძოლო მოქმედებების გაყინვა ხერსონის და ზაპოროჟიის ფრონტზე, ხოლო იქ დონეცკიდან უკრაინას გაყავს ჯარები, ხოლო რუსებს გაყავს ჯარები ხარკოვის და სუმის ოლქიდან. აი ესე. ეს ერთი შეხედვით რუსებისთვის ძალიან მომგებიანი ჩანს, ასე ვთქვათ, ამერიკელების თვალსაზრისით, იმიტომ რომ იქ თუ დაუშვათ 5000 კვადრატული მეტრია კიდევ დარჩენილი დონბასი. აქ 1200 დაახლოებით 500 ტერიტორიები, მაგრამ ეს თვითონ წინადადება წააწყდება ძალიან დიდ წინააღმდეგობას ჯერ ერთ პირველი რუსეთში.
სადაც ეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც პალატი ვინაიდან რუსებმა აგრიფეს მოგხსენებათ შეტევაზე არიან და სხვადასხვა კვალიფიციური სამხედრო ექსპერტები პროგნოზირებენ უკრაინის არმიის ფრონტის ხაზის ჩამოშლას მოკლედ და შიდა დესტაბილიზაციას უკრაინაში რაც მეც ვფიქრობ რომ ეს გარდაუვალი პროცესია თუ ასე გაგრძელდება და ასე რომ არ გაგრძელდეს ამის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იკლებს ახლა მოგხსენებათ იქ ვავიღოთ რუსეთის არმია მატულობს რიცხოვნობაში უკრაინის არმია კლებულობს გაზდევენ იქ როგორც ხედავთ ხომ იმას ბუსიფიკაცია მიმდინარეობს და პროტესტებია იქან შესაძლებლობების ფარგლებში მეორე მხრივ ტექნოლოგიური თვალსაზრისით უკვე რუსების რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მუშაობს უშვებს კოლოსალური რაოდენობის საბრძოლო მასალებს ეს ტექნოლოგიური ჩამორჩენა რომელიც აუშვათ დრონებში ჰქონდათ ის არათუ არ მოხვეწ არამედ წინ გავიდნენ და თან შორს არ გამართლდა ზოგიერთების პროგნოზები რომ რუსებს რაკეტები გამოელეოდათ და ტანკები პირიქით ხდება ეს ყველაფერი თუმცა ეს არ გამორიცხავს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ეკონომიკაში მაგრამ ახლა რუსეთის ეკონომიკის განხილვა ზოგადად აი დასავლური მიდგომებით ძალიან სარისკოა რაც გავლილმა სამაწელმა ჩვენ დაგვანა იმიტომ რომ ამ ქვეყანას საერთოდ სხვანაირი რესურსები აქვს ეს სხვა ტიპის სახელმწიფო კოლოსალური რესურსებით და მათ სულად მოულოდნელი ბიჯების გადადგმა შეუძლიათ თავიანთი ეს ავტორიტარული მმართველობის მეორე მხრივ ამ კოლოსალური რესურსების გამო შესაბამისად ეხლა ეს მრავალუცნობიანი განტოლება ესე შეიძლება ასე ამოიხსნას უკრაინა ხო ეს რუსებმა დაუშვათ ამაზე შეიძლება შესთავაზონ ამერიკელებმა რუსები ამაზე უარს ამბობენ მაგრამ აქ პარადოქსი მეორეა გამოვიდა ზელენსკი და თქვა არავითარ ტერიტორიების გაცვლა არ იქნება რაც პირდაპირ ესე იგი ლონდონის ნაჩურჩულები ასე ვთქვათ რა ეს რას მიგვანიშნებს იმას რომ გარკვეული ტიპის შეთანხმებას ხადია მიაღწევენ უკვე ეს შეთანხმება მიღწეულია და რაღაცა დიდებაში მოხდებიან ორივე განსაკუთრებით ტრამპი ასხილოსდება კვლავ მერე უკრაინის ტრეკზე ესე ვთქვათ უკრაინის ხაზზე ტრაექტორიაზე რა მოხდება იგივე რაც მოხდა აუშვათ ბუჩას დროს აი როგორც აი ეს მოხდება იგივე რაც ან დაუშვათ იგივე რაც აი სტრატეგიულ მომდამშენებზე შეტევა რო განახორციელოს აი დაახლოებით ეგეთი რამე მოხდება ეს რა ვიცი მე ესე მგონია რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია მაგრამ აი შეთანხმების შემდეგ აივა გარკვეული პერიოდი და აიწყება ისევ ესკალაცია და ესკალაციას ეკნება უკვე ისეთი მიზეზი რომ ტრამპი იტყვის რომ მე ეს ჩემი ომი არ არის მე ყველაფერი გავაკეთე ჩვენ აი დიდი სამუშაო გავწიეთ იქ great job სიტყვის პუტინთან ერთად იმას მივახციეთ ამას მივახციეთ და აი ხო ხედავთ აგერ აი ხედავთ აი მიხედეთ თქვენ თვითონ ჩვენ გავდივართ აი დაახლოებით მე ეს მგონია და აგერ გავა გარკვეული პერიოდი და გადავამოწმოთ შეიძლება მე ვწდებოდეთ ხადი ეს ჩემი მე ამას ვარაუდობ ინტუიციურადაც და იმ სიტუაცია იმ ხალხთა პოზიციებისა და შიდა პოლიტიკური ესე ვთქვათ აუცილებლობებიდან გამომდინარე იმიტომ ყველა პოლიტიკოსი განპირობებულია შიდა განწყობებით შიდა პოლიტიკური განწყობებით იმის იქით ისინი ვერ მიდიან ხო ძალიან სერიოზული შედეგების გამო ხო კიდევ ერთხელ ვამბობ ამ წინააღმდეგობაზე დათანხმება ესე იგი პუტინისთვის უმძიმესი პოლიტიკური შედეგების მომტანი იქნება
ის ადანაშაულდება ღალატში. ისედაც ეგრეთ წოდებული ტურბო პატრიოტები კაკარი ეგრეთ წოდებული ტურბო პატრიოტები მას ამაში ადანაშაულებს. და ახლახან დაიწყეს უკვე რაღაც მასხეს ახლა მიწადევნებს თვალს რუსეთის შიდა განწყობებს, ეხლა უკვე რაღაცნაირად მოპერიანდნენ, ასე რომ ვთქვათ, ქართულად, იმიტომ რომ დაიწყეს ამ ხიდების დაბომბვა და გარდა ამისა წინსვლა არის ფრონტზე და გამოჩნდა უკვე პერსპექტივა იმის, რა ქვია, უკრაინის არმიის დამარცხების და ახლა რომ დაუშვათ ეს წარმოვიდგინოთ ასეთ პირობებზე მოაწეროს ხელი პუტინმა, ნუ ეს აბსოლუტურად მოუმზადებელია, მინდა ვთქვა, რუსეთის საზოგადოება ამისთვის. აი მაგალითად რო ავიღოთ იგივე სამთავრობო არხები და იგივე დაუშვათ ეს სალავიოვის არხი და ასე შემდეგ, სადაც არის მთავარი კონტენტი, ხომ, სადაც ვრცელდება კრემლის განწყობები, ჩანსი. ნუ იქ მსგავსი რამისათვის მომზადება არ არის და ხა როგორც წესი რამე უნდა იყოს ესეთი აი ესეთი შემოგდება ამ თემის მომზადება რომ აი იცით რა ახლა ჩვენ დაუშვათ რაღაც მიზეზები უნდა იყოს რომ აი უკვე ამ ხელა გამარჯვება მოიპოვეთ და ასე შემდეგ ამ საზოგადოებრივი აზრი უნდა მზადდებოდეს ეს არ ჩანს მოუმზადებლად ახ საზოგადოებრივი აზრის მოუმზადებლად ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება ნუ აუჭირდებათ რა გაправება გაუჭირდებათ თუმცა რუსეთში ეს უფრო ნაკლებად ის არის რა ქვია ნაკლები პრობლემებია ამასთან დაკავშირებით იმედიათ მყარია კონტროლი საზოგადოების მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვამბობ იქ არის სერიოზული ჯგუფები რომელიც ამას არ აიტანს როგორც თქვენ ადრე ვზანეთ წინა ინტერვიუში კოშკებია კრემლის და ერთმანეთთან არიან პაიკრობაში ვისი ინტერესი გაიმარჯვებს კი ბატონო გარდა ამისა მიმდინარეობს ახლა რუსეთში ტრანზიქციის პროცესი როგორ მომზადება ამისთვის ანუ რუსეთისთვის ისტორიულად ყველაზე დიდი პრობლემები წარმოიქმნებოდა ხოლმე სწორედ ტრანზიქციის დროს ანუ ხელისუფლების წვლის დროს ხო და ამისთვის ახლა ისინი კარგად ესმის სხვათა შორის რომ შეიძლება რუსეთს უყელონ მაგ დროს და ტრადიციულად ამას ბრიტანელები არიან ჩასაფრებული ხოლმე ამაზე და ძალიან წარმატებით სხვათა შორის ახორციელებენ ხოლმე ამ ოპერაციებს და ეს ესმის სხვათა შორის საინტერესოა რუსებს აი რუს ინტელექტუალებს ეს კარგად ესმის შესაბამისად სპეცსამსახურებს ასე რომ აქაც რატომ თქვი სიფხილეს გამოიჩენენ ცხადია რომ აი ეს არ გახდეს რაღაცის ტრიგერი ეხლა რაც შეეხება ამ შეხვედრის სხვა შედეგებს დაუშვათ ხო ნუ სხვა საკითხებზეც იქნება ცხადია ლაპარაკი მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე საქართველოს საკითხი საერთოდ არის გამოკიდებული ცაში. ესე იგი, საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. მსგავსი რა, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. პირდაპირ შემიძლია. ჩვენ ხო საერთოდ რაც ფოტოჟურის ჩვენი საზოგადოების ლოგიკურ შიზოფრენიას იწვევს. ახლა სულ იმაშვები ხომ მეც ახლა შეშფოთებული ვარ ხომ ჩვენ თანამოქალაქეების ფსიქიკის ესე იგი უცნაური გამოვლინებებით ირაციონალური მაგრამ თვითონ ახლა ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობაც განაპირობებს ამ შიზოფრენიას რომელიც ხშირად გამოვლინდება ხოლმე ხო რატო ერთის ხრი ახლა ჩვენ გვაბრალებენ ვართ პრო ჩვენ ხელისუფლებას აბრალებენ ვართ პრორუსები და მიუხედავად იმისა რომ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მიმდინარეობს ლანდღვაგინება განუწყვეტელი ესე იგი საქართველოში მეორე ხრი ესე იგი ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას რომ ის არის ესე იგი ავტორიტარული და საინფორმაციო ველში ესე იგი რადიკალური ოპოზიციური ტელეარხები უფრო მეტია ვიდრე პრო სამთავრობო ეს და ამავე დროს იმ რადიკალური
ესე იგი ანტისახელმწიფო, ანტისამთავრობო არხებიდან ისმის ღია მოწოდებები რეჟიმის დამხობის შესახებ. ღია მოწოდებები თან იძახიან, რომ ახლა უნდა დავამხოთ რეჟიმი და თან ეს რეჟიმს ამხობენ ღია ეთერში და არ ეშინიათ არაფრის. მე ეს ახლა რა ეს ხო თავისთავად პარადოქსია. ესე იგი დეკლარირებულად საქართველოს მინისტრებს ევროკავშირისკენ და ევროკავშირი ესე იგი განუწყვეტლივ აწყობს დეკლარაციებს, ესე იგი ევროპარლამენტი აწყობს უბრალოდ რეზოლუციებს საქართველოს შესახებ. სადაც რაები წერია ასევე პირველად ფოთაშორის ისტორიაში. პირდაპირ მოგვიწოდებენ ვადაგასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაღიაროთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ესეთი რამე ხომ გასაოცარი მე მოგვიწოდებენ მიუხედავად იმისა რომ მისი რეიტინგია 0.00 რაღაც ესე იგი აჯაღლო ოქროს აქ სისუფთავე მის რეიტინგს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ანეკდოტური ფიგურაა. მხოლოდ მისნაირი ანეკდოტური პერსონაჟები შეიძლება დაუშვათ მას. ეს მიუხედავად იმისა ბატონოსო რომ მან ლეგიტიმური ვადა აბსოლუტურად გაიარა, ანუ არც გადატრიალება ყოფილა, არც იმპიჩმენტი არ მოწყობილა, აი ესე დაუსრულდა ვადა და წავიდა და მიუხედავად ამისა ამბობენ რომ ის კვლავ ლეგიტიმური ხელისუფალი. ლეგიტიმური პრეზიდენტი ამას ამბობს ევროპარლამენტში. მე ახლა არჩევნების შესახებ ეს საერთოდ კომედია. აბრალებენ ესე იგი საქართველოს რომ გააყალბა არჩევნები და არც ერთი ფაქტი არ არის. ანუ სუფთა ახმაზეა. ანუ ჩამოყალიბდა ახმოიდები ჩამოყალიბდნენ საქართველოში, და ახმოიდები. ახმა შექმნეს და მორჩა თან ეს ახმა იქნებოდა აშკარად. თქვენს აი შევქმნათ ახმა. შექმნეს ახმა და ეს ახმოიდები ესე იგი დარწმუნებულები არიან რომ გაყალბდა. რო ეკითხენ როგორ გაყალბდა? ეს ხო თქვენ თვითონ გააკეთეთ პროცედურას, შიგნით ყველა კომისიაში იჯდნენ მათი წარმომადგენლები. თან ერთი კი აჯდა, ანუ 7 იჯდა. რო წარმოვიდგინოთ, რა და 10 მათგანს ოქმე არ შეუდგენია. წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც. მაინც გაყალბდა. როგორ გაყალბდა? გაჟონა, რამ გაჟონა? ნუ ასე საკეთე. ანუ ესეც კიდე პარადოქსი და აი ეს მე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ადმინისტრაცია არაფერი არ გააკეთა იმისათვის რომ დაუშვათ იგი მხარი დაეჭირა საქართველოსთვის მის როცა მან იგივე ნაბიჯები გადადგა რაც ტრამპის ადმინისტრაციამ. ხომ იქნება ეს დაუშვათ ოჯახის დაცვის კანონი, იქნება ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ასე შემდეგ რა. პირდაპირ მიუყვებოდა ტრამპის ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება. ასეთი ნაბიჯი არ გადადგა, თუმცა დაიწვია უკან რევოლუციონერი დანიგანი და ცნომიცა აგრიმანი თამარ-ტალიაშვილი. რამაც გამოიწვია წინა საინფარქტო მდგომარეობა ქართულ აკაცუკურ ოპოზიციაში. ანუ აქ რა ხდება? აქ საერთოდ პარადოქსი ხდება, რომ ეს ჩვენი ოპოზიცია არის ჩასაფრებული და განუწყვეტლივ ესე მიდის ის აი რამე სტრუს თუ გადადგავს დაუშვათ რომ ადმინისტრაცია ყავთ მათ ეს ფავორიტი ის რო არის მექთამე რო არის აგვარია ეს ჯო ვილსონი $100 ვიღებ თვიტში მე დამტკიცდა თან და აი ჯო ვილსონმა ეს თქვა ჯო ვილსონმა ის თქვა აი საქართველოს ეხლა რო დაბომბონ ახლა საქართველოს ამერიკელებმა აი რო დაბომბონ ამას ნატრულობენ სერიოზულად განა ამას განა აი ოღონ აი დაბომბონო ოცნებობენ აი დაბომბონო თავრობის სასახლეო დაბომბონო ისო ის კი არა რაღაც წარმატებას რო აღწევს დაუშვათ ათოლის სპორტსმენი იქნება თუ დაუშვათ ვინც გინდა ის იყოს რა ხო აი ჯუთ თუ ის არ გამოდის დაუშვათ თავრობის დამხობის მოწოდებები რო ჩამოვიდა აქ მერაბ დვალიშვილი მივარდა ეს რა ქვია ტელესაგიჟეთიდან გამოვარდა ეს ნამიკა ხაჯაია და ნუ მოწოდება გააკეთეო სინდისის პატიმრები გაანთავისუფლონ. სინდის პატიმრები ვინ არიან ხო იცით? აი იმას მიწუდება.
აი ამაში ვიმყოფებით და ეს ახლა ეს შიზოფრენია ცხადია, კიდე ერთხელ რომ რატომ არის ეს შიზოფრენია? და რუსეთთან ესეთი მდგომარეობა გვაქვს პერიოდულად გვესმის იქ რუსეთიდან დრენა. ამავე დროს რუსეთზე ვარ დამოკიდებული მაგალითად კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციით, ისეთით როგორც აი მაგალითად ხორბალი, რომელსაც სხვა აკაცუკების აი ეს აკაცუკებს უძახმე მაგათ, სხვათაშორის სიამოვნებით გიახლებიან. ამავე დროს ესე იგი დამოკიდებულები ვარ ჩვენ რა თქმა უნდა ტურიზმი ყოველ წელს ტურიზმის ჩაშლაზე მიდის. თუ ჩაშალონ ცდილობენ მაქსიმალურად დაძდევენ ამ რუსის ტურისტებს და ხან აგინებენ და იქ წერენ ფაკრაშა და რავი რაღაც უბედურებაა და ხო ეს მოფარიკავებზე იყო ძალიან ცუდი ინციდენტი, იმიტომ ოფიციალური ტურნირი იყო ეს. ყოველ დღე და უკვე ნუ მიდის ამაზე საუბარი რომ ისინი აღარ ჩამოვიდნენ და ნუ შესაბამისად ყველაზე დიდი ცირკი ის არის შიზოფრენიის გამოვლინება რომ აი ეს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებიც ხშირად არიან ასეთი მოწოდებების ავტორები, სხვათაშორის რაც გასაოცარია. სასტუმროების ფლობელები, რესტორნების, კაფეების და შემდეგ საღამოთი რუსთაველზე დგანა და ამბობენ რომ ტურიზმი ხო. ამათთან ტურიზმი არ გვინდა და სხვა სხვები ხო ბევრი ჩამოვლენ აუცილებლად, როგორც ცნობილია, ნუ ევროპელები იმაზე უცნებობენ რომ ახლა ამენერად თბილისში თქვენ უნდა ნახოთ ბატონო სუსო, თქვენ უნდა ნახოთ დღეს აეროპორტში ვიყავი, ამერიკელების წვეტა მოდიან ტურისტული მარშრუტებით საქართველოში. კი, კალიფორნია. იმდენად უნდათ რომ აი კი, გიჟდებიან. ის არის მოზღვავება. ემოციური მიღება. ხო, აი ესეთი სიტუაციაა და ეს კიდე დამატებით იმას კიდე რაშია საქმე რომ ახლა კონსტიტუციაში გვიწერია ესე იგი ეს ისტრაფება ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. რუსეთზე ვართ ასე დამოკიდებული, ორი ბაზა გვიდგას აგერ თბილისთან, ხო? და აგერ კიდე სომხეთ-აზერბაიჯანის სიტუაცია ასეთია და ამის გარდა განუწყვეტლივ მოითხოვდნენ ჩვენგან რომ ესე იგი რაღაცა გაგვეკეთებინა უკრაინის ჩავთულიყავით იმ ხელ ფაზაში ომის დროს. უნებრივი ახლა ეს ძალიან სერიოზულ იმას ქმნის საქართველოში. ფსიქოლოგიურ განწყობას. ამავე დროს ამ ასე ვთქვათ მშვიდობამ მეტნაკლებად ნუ მიუხედავად იმისა მე არ ვიზიარებ იმას რომ გაუშვათ საქართველოს ეკონომიკა ბუმს განიცდის მაგრამ იმის თქმა რომ დაუშვათ ქვეყანა წინ არ მიდის რაღაც სფეროში ესეც რა თქმა უნდა არასწორი იქნება და უამრავი პრობლემაა, რომელზეც სამწუხაროდ არ მიმდინარეობს ლაპარაკი ამ შიზოფრენიის გამო, რომელიც ნუ დამკვიდრდა საქართველოში. და აი მაგალითად როგორი შიზოფრენია, რამე კარგი რომ თქვა, ბავშვოთ დაგიძახებენ ანუ ესეთი დამკვიდრდა მანკიერი ავატყოფური ტრენდი ესეთი განწყობა რომელიც ნუ გულისხმობს იმას რომ აი ყოველთვის უნდა იწუწუნო, უნდა თქვა რომ აი დაღუპულებიო რაღაც აი ესეთი რა. ნუ ესეთი განწყობას როგორც წესი ის მოაქვს რასაც ამბობ. ანუ იზიდა ამით უბედურებას რა. საერთოდ. და ეს სამწუხარო რამე ხდება საქართველოს ალაჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობა. რომელიც სხვათაშორის მანდაც განსხვავდა. საკვარიზმ მეტია და ევროპაშიც კიდე ცალ. ხო, რაღაც ეს განსაკუთრებული აგზნებულობა და უარყოფითი ემოციების გამოხატვისკენ საოცარი მისწრაფება, მიდრეკილება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად მე მიმაჩნია რომ ეს არის პირველადი პრობლემა ჩვენი პრობლემებისა რა. ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად ეს არის. აი ეს რაღაც ბოროტი, რაღაცნაირი უარყოფითი განწყობა, რაღაც ერთმანეთის ჩაძირვისა და ის გამოსვლელი ისტრაფებები. პრობა და ბატონსო, რა მინდა და მეკითხა ახლა, რომ ეს თემა თქვენ ძალიან კარგად განმარტეთ, მაქსიმალურად რაც შესაძლებელი იყო თავის ძირეული პრობლემებით და გარკვეული პერსპექტივით და
მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, მეც მაინტერესებს და აქ ახლა როცა საუბრობთ ხოლმე ჩემი მეგობრების ჩვენი წრე, ის არის რომ თან ზუსტად ის ირანის განცხადებაც იყო. თუ რუსეთმა ეხლა გარკვეული მიზეზების გამო, რომ უკრაინაში არის დაკავებული, იმის გამო რომ ფაქტობრივად ტრამპს ეთამაშება, ანუ რაღაც გარკვეული იმიჯის შეძენაში ეხმარება, თქვენ როგორ ბრძანეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ დაუშვათ ეს პროცესი დაიწყო მართლა ზანგეზურის კორიდორის ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტის აღდგენა. ირანელებს რა ბერკეტი რჩებათ, იმიტომ რომ თუ სომხებისგან მათ თანხმობა არ მიიღეს, მაშინ გამოდის რომ მათზე ზეწოლა იქნება სხვის ტერიტორიაზე შეჭრა. ეხლა მე არ მგონია რომ ინტერვენცია მოახდინო, მაგრამ ცდილობა რომ იქნება რაღაცა საზღვარზე დაძაბულობის ეს ფაქტია, ანუ იმ კორიდორს მშვიდობიანი დღე არ უწერია. მე ასე მგონია. არა, რა თქმა უნდა, არ უწერია. საერთოდ ირანთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეს დროებითი ზავია. ეს დროებითი შეჩერდა ეს 12 დღიანი ომი. გასაგებია ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა გეგმები იყო, მაგრამ ეს გეგმები არ განხორციელდა და ახლა ტრამპის ისინი ხო გვახსოვს გამონათქვამები, კიდე ამდიდრებენ ურანსო და მაშინ კიდევ დაუბომბავთ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ირანმა მიიღო 40 ავიაგამანადგურებელი ჩინური და მიმდინარეობს ამ ავიაგამანადგურებლებს ათვისების პროცესი, ანუ ვარჯიშები მიდის იქ და ასე შემდეგ და ამგვარები. მიიღო რუსული S-400 ტრიუმფი, აეროსაწინააღმდეგო სისტემა. შესაბამისად, ეხლა ის მდგომარეობა, როცა დაუშვათ ავიაციას, ისრაელის ავიაციას ჰქონდა განუყოფელი ბატონობა ამ რეგიონის ცალზე, ნელ-ნელა სრულდება. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ჩამოაყალიბებს სრულ მასშტაბის ასე ვთქვათ, აეროსაწინააღმდეგო სისტემას და ავიაციას შექმნის, მას ძალიან განვითარებული სარაკეტო პროგრამა აქვს და სახმელეთო ჯარები ძალიან ძლიერი ყავს. ანუ სახმელეთო თვალსაზრისით ახლა ირანზე შეტევა, ეს აბსოლუტურად ხელა ავანტიურაა, რომ არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია. მე არ მგონია ეს, თუმცა არის ამის გეგმები, ცხადია. ეს გაჟღერდა იმ 12 დღიანი ომის დროს იქ სხვადასხვა დაუშვათ ტერიტორიის ეთნიკური ანკლავების გამოყენებით და ასე შემდეგ და ამგვარებით. და აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში განიხილება სხვათა შორის ირანის მიერ როგორც საფრთხე. ზანგეზურის კორიდორი მით უმეტეს ამტოვებს ამ საფრთხეს, იმიტომ რომ აქ ამ კორიდორით შეიძლება როცა ის განხორციელდება, ეს პროექტი თუ განხორციელდა, ასე ვთქვათ, საჯარისო ფორმირებების და ტექნიკის და ამის გადასროლა ძალიან სწრაფად. შესაბამისად, ახლა ირანს აქვს უნებრივია ამის უსაფრთხოების პრობლემები და ის პირდაპირ აცხადებს ეგ არის ლაეცის განცხადება, რომ ამას ის არ დაუშვებს და მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, ეს არის ძალიან რთული რელიეფი იქ. ეს არ არის ხვალ არ განხორციელდება ეს პროექტი და არც ზეკ. მას რამდენიმე წელი მაინც უნდა. აქედან გამომდინარე, ხა რუსებს თავის განზრახვები აქვს, ხო? რუსებს აინტერესებთ უკრაინის საკითხის მოგვარება, რომ გაუთავისუფლდეთ, ესე ვთქვათ, რესურსები სხვა მიმართულებებისათვის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ანგლოსაქსები არ დაუშვებენ რუსეთის რესურსების შეესწებიან კაფანტონ მისი რესურსები და სხვადასხვა მხრიდან, ესე იგი, დააკეთონ მისი დესტაბილიზაცია. იმიტომ რუსეთს აქვს ყველაზე დიდი სასაზღვრო ზოლი მსოფლიოში მოგეხსენებათ. ეს ზარმაზა მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. და მის პერიმეტრზე, მისი საზღვრების წელ პერიმეტრზე შეიძლება, მთელზე არა, მაგრამ დიდ ნაწილზე შეიძლება მისთვის პრობლემების შექმნა. შესაბამისად, აი ეს დიდი თამაში მიმდინარეობს კვლავ იქ რუსეთსა და ანგლოსაქსებს შორის, ბრიტანეთი აქ როგორც ყოველთვის, ესე იგი, თავის სიტყვას ამბობს, მას ახლა ბრიტანეთი თითქოს სამხედრო თვალსაზრისით წარმოადგენს დიდ ძალას, ხო, მაგრამ მას შეჩენილი აქვს იმპერიული ინსტრუმენტები, როგორც არის უპრეცედენტო ძლავრი დაზვერვა, ქსელი, ამ საჯაჭვო ქსელი, მძინარე უჯრედები, ასე ვთქვათ,
და დიდი ცოდნა იმისა, როგორ გამოიყენოს ამა თუ იმ რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები თავის სასარგებლო და საბატონოდ გაცშე და იბატონო. შესაბამისად რუსეთს საოცარი ფრაზა ანგლიშანკა გაძი თქვენ გესოდით მაგათი მეგონილია ზუსტად თავარი ინსტრუმენტი აქვს მათ ეს არის მათი კონტროლი ოფშორებზე ანუ ბრიტანული გვირგვინის ესე ვთქვათ სიტის კავშირი ცნობილი ეს და მათი კონტროლი ბრიტანეთის რაც სხვა კუნძულებია იქ მოგეხსენებათ რომელზეც ბრიტანული გვირგვინის ქვეშაა და იქ აქვთ პატივცემულ ესე იგი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს ანუ ელიტებს თავიანთი განძი ესე ვთქვათ გადანახული სადაც არის განძი შენი იქ არის გული შენიო ხო მოგეხსენებათ და ისინი ამით ახორციელებენ მეტად ეფექტურ კონტროლს და რასაც უნდა იმას რთავენ რაც რითიც მაგალითად აიხსნება ეს აზერბაიჯანის უეცარი ტრანსფორმაციაც მაგალითად ქემია იმიტომ რომ ახლა ალიევი რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ასე შოკოლადში იჯდა უეცრად ესე იგი თავისი ქვეყანას და თვითონ დააყენა ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე ორივე მხრიდან მიმდინარეობს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. არანაირი გარანტია როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა, არავის არ არის. ეხლა მე მინდა საქართველოს როლი ამ ყველაფერში და მე ჩემ პირად წარსულ გამოცდილებას გეტყვით, რაც იმის მერე ყოველთვის კითხვა თქონდა დარჩენილი. მე საბჭოთა კავშირის დროს ვსახურობდი ლეინაკანში ეხლა გიუმრი ქვია იმის მერე ძალიან დიდი ბაზაა დარჩენილი და 88 წელს მიწისძვრა რომ მოხდა სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მაშინ მე ვიკითხე ახალგაზრდა ოფიცრებიც იყვნენ ვისთანაც მესი შემელო მისვლა და მეკითხა აი ეხლა ეს ყველაფერი ცალკეული ესკადრილაში ვსახურობდი ვერტფრენები ასაფრენი ზოლი დაზიანდა და ასე შემდეგ დასკვდა აი ეხლა ესეთი მდგომარეობა შეიქმნა თურქეთის საზღვართან როგორ არის მეთქი ეს დაცვის ჩვენ თუ დაცვის პერიმეტრი ვართ მეთქი და გაეღიმა რომ ეს ბუტაფორია არის ჩვენ მარნეულიდან ვიცავთო საზღვრებს კონტექსტი გასაგებია ალბათ ისევ საქართველოს და ეს გეგმა რუსებს ხო სულ მუდამ აქვთ ეს ხო დაწერილი არის ჯერ ოდიდან და საშიშროება იმისა რომ ჩვენ ჩართული ვიყოთ ამ პროცესში ჩვენ დაუნებლიე არის და თუ არის რამდენად მაღალია ეს რისკი ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ჩვენ თუ ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ მოდელება გავაკეთოთ სიტუაციის სიტყვაზე დაიწყო ანგეზურის კორიდორის პროექტის გამო ესკალაცია რეგიონში ხო ეს ესკალაცია ვისა და ვის შორის მოხდება გასაგებია ხომ ახლა მრავალ საფეხურიანი ესკალაცია იქნება. ახლა რუსები ღიად იმუქრებიან რომ პაშინიან ჩამოაგდებენ. ამასვე იმუქრება ირანი. და ახლა რომ ეს არ არის მარტო დაუშვათ გარეძალების მუხარა. ნუ ეს არის ამავე დროს ძალიან ბევრი სომეხია გააფრებული იმის გამო რაც აკეთებს პაშინიანი შეგიძლიათ იხილოთ სომხური ტელეგრამ არხები ან და სხვა დაუშვათ წყაროების ბევრია. ნუ გაცოფებულები არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თვითონ მის პერსონას უმძიმესი განწყობებია. განსაკუთრებით სომხების ინტელექტუალურ ნაწილში. ესე ვთქვათ. და იქ ძალიან არ არის პატარა ნაწილია სომხები საკმაოდ ისეთი ხალხია ერთ-ერთი ყველაზე IQ მაღალი აქვს ძალიან. ო შესაბამისად ახლა არიან ესეთი განწყობა. იქ მას ყავს სერიოზული ოპოზიცია სხვათა შორის. ამავე დროს ახლა რუსეთს ხელს უპყრია ძალიან სერიოზული ბერკეტები, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხების წინააღმდეგ. ანუ რომელსაც ის ნელ-ნელა იყენებს. რომელ ბერკეტებზეა საუბარი ახლა? ეს არის ეკონომიკური ბერკეტები. კერძოდ იგულისხმება აქ დაუშვათ ის რომ ლომის-წილი აზერბაიჯანული და სომხური საზღვაო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციისა
ხომ საბოლოო მომხმარებელი ვინ არის რუსეთი აი იგივე მაგალითად ახლა აზერბაიჯანი ვაჭრობს ნავთობით და ნავთობის პროდუქტებით და მისი ძირითადი მომხმარებელი არის ამ შემთხვევაში არა რუსეთი, ცხადია, არამედ იტალია, თურქეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, მაგრამ ძირითადი აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ირჩენს რუსეთთან ვაჭრობით. იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. ძალიან კოლოსალური რაოდენობით გააქვთ იქ აზერბაიჯანელებს შრომერი ხალხია ძალიან კარგად ააწყვეს სხვა შორის აზერბაიჯანელებმა სომხებმაც სოფლის მეურნეობა განსხვავებით საქართველოსგან სხვათა შორის ჩვენ ჩამოვრჩებით მათ ისე როგორც უაზიას ძალიან შორს ავართ ვერაფერ მოახერხეთ ესე იგი გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ისე რომ ლიბერალური მეებში არიან პარადიგმაში არიან სამწუხაროდ და ახლა წარმოვიდგინეთ ახლა 100,000-ობით ტონა მაგალითად ტომატი პომიდორებს ყიდიან 100,000-ობით ტონა ის კი არის კალამბუ ის კი არის კალამბუ მეტაფორა არამედ ესეა ნამდვილად ხო ისევე როგორც სხვადასხვა ხილს დაუშვათ ურკოვან და სხვა პროცეულიდან დაწყებული რა ვიცი ატამი უამრავ რაღაცას ესე იგი ყიდიან ურმას და ასე შემდეგ ძალიან მაღალი დონის პროდუქცია აქვს და რო შევადაროთ საქართველოს მასშტაბებს რო წარმოვიდგინოთ 200,000 ტონა იყო ჩარშანცი პომიდორის ექსპორტ 200,000 ტონა საქართველოსთან რამდენი იქნებოდა 1500 ტონა ეს ცნობისთვის ხო გავიხსენოთ სხვადასხვა ჩვენი დარსული და როცა ჩვენ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ქონდა გვახსოვს ჩვენ მასშტაბები ჩვენიც ხო მაგრამ ეს აი ჩვენი გადაცემის დასაწყისში მეორე კითხვა დავსვი და ზუსტად კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი სამხრეთ საზღვრებზე არეულობა როცა დაიწყება რატოღაც არ მიჩნდება კითხვის ნიშანი დაიწყება თუ არა უბრალოდ როდის დაიწყება ჩვენ რადგან რეგიონში ვცხოვრობ და 2019 წელს მივუერთდით ერთ ართოსასურველ მივუერთდით ამ როგორ ქვია ამას პროცესი ხო გამართულად უფრო მივუერთდით ამ პროცესს ეხლა მაინტერესებს მედიაში სოციალურ ქსელებში აი ჭარბად არის ვიდეოები ვისაც საქართველოსთან დაუშვათ პირადი შეხება არ აქვს შესაძლოა იფიქროს რომ უბრალოდ ქვეყანა აღარ არსებობს რამდენად ეს ასეა და მაინტერესებს მეორე შეკითხვა რომ ამას რა შეიძლება რომ მოყვეს დაუშვათ ეს თუ მართლა კრიტიკული მასაა ეს ექვემდებარება გამოსწორებას თუ ეს არ არის კრიტიკული მასა უბრალოდ ეს არის პროცესის თანხლები მოვლენა რასაც რეგიონალური პოლიტიკა ჰქვია იმიტომ რომ ეხლა თუ რაღაც მოხდა ჩვენს მიმართულებით დაიძრება გარკვეული ნაკადები ხომ ვიცით ეს და რამდენად ეს კრიტიკულია კრიტიკული მასა რა იგულისხმება ახლა არის თუ არა კრიტიკული მასა ხო ახლა კრიტიკული მასა რას ნიშნავს საქართველოში ამჟამად მაგალითად ყავს ჩვენ 44,000 დაუშვათ სტუდენტი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, არაბეთიდან ამის შესახებ ზუსტი მონაცემები შემიძლია მოგაწოდოთ. ესენი ძირითადად თბილისის ცენტრში არიან 44,000 საერთაშორისოა. ეს არის სერიოზული დაუშვათ, ძირითადად სწავლობენ სამედიცინოზე. და აქ იხდიან $8,000 ეკვივალენტს, იგრის 22,000, შესაბამისად ახლა ეკონომიურად ეს არის. და ამათ ასევე აქვს დაუშვათ მუშაობის უფლება, რასაც იყენებენ მაგალითად შეაჩემ ხვედრია მე, აი კურიერების რამში რაღაცა
ან სხვა რაღაც ესეც სამუშაო ტაქსისტები შემოხვედრია მაგალითად ერთად შემოხვდა ხაზარი გოგონა ხაზარი ავღანეთიდან ხაზარი რო გამოკითხე სადაც ხოჟი ქართულად მელაპარაკებოდა 22 წლის იყო და რო უკითხე ახლა ხაზარი ანუ ავღანეთში არიან ხაზარები ავღანეთში ხაზარი დიდი რაოდენობა და იქიდან ირანიდან წარმოვიდა სწავლობდა სტომატოლოგიურზე დასაპირებ მეთქი და ნუ აქ ვერ გავჩერდებიო აქ რა მინდაო როგორ უნდა გავჩერდეო აქ სამუშაოს მაგას ვერ ვიპოვიო იმიტომ რომ იმდენი სტომატოლოგები ყავთო თქვენო და აქ იმისთვის ვართო რომ მივიღო ეს სტომატოლოგი გავხდეო და იქნებ ევროპაში წავიდეო მასალმე ანუ ინდოელების და პაკისტანელის ძირითადი ნაწილი ცხადია აქ მოდიან და უკან ფიქრობენ დაბრუნებას მოგესალმებით ინდოეთში ექიმი ამ შემთხვევაში მილიარდნახევრიანი მოსახლეობაა და ასე შემდეგ ეს რაც შეეხება სტუდენტებს ახლა მეორე არის ნაკადი ასე ვთქვათ იმ ირანელების ძირითადად და კიდე აი ესეთი წინა აზიის სხვა მოქალაქეების რომლებიც შემოდიან აქ დაუშვათ სხვადასხვა მიზნებით ბევრი მათგანი შემოდის და მე არ ღვევს ავიზო რეჟიმს ანუ ხდება არალეგალი ასეთი არალეგალი დაახლოებით 30000-მდე იყო რა ძალიან დიდი რიცხვი რომ ახლა ეს არალეგალი გაიგულისხმება ბევრი არ ღვევს ამას ნუ იცით როგორ არის გადავიდეს მე უკან გადმოვიდეს შესაბამისად ვერ გადმოდის და როცა არც იყო კონტროლი ცდილობდა რომ ნუ იყო ასეთი თავსაც არ იწუხებდა მოკლედ იყო და იყო კი ბატონო ბევრს აქვს კიდე ბინადრობის უფლება ბინადრობის უფლების საკითხი არის ჩვენთან საკმაოდ მტკივნეული იქიდან გამომდინარე რომ დაუშვათ იმისთვის რომ მოიპოვო ეს ბინადრობის უფლება არც თუ ისე დიდი თანხა 300,000 ლარამდე ინვესტიცია უნდა გააკეთო ეხლა ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოხდა ესე იგი დრამატული მოვლენები ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე და რტოლვითან ნაკადები დაიძრა რა თქმა უნდა ახლა როგორ მოხდა იქ ირანში როგორ ნავარაუდებია რტოლვითან ნაკადები ნუ პირველი ტალღა წავა რა ცხადია აზერბაიჯანისკენ და სომხეთისკენ იმიტომ რომ ჩვენ არ გვესაზღვრებიან უშუალოდ და მე რა თქმა უნდა თუ ეს წარმაზარი ქვეყანა გახდა ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი რა თქმა უნდა ტალღები წამოვა ეს ღმერთმა დაგვიფაროს ხლა ასეთ შემთხვევაში ცხადია საზღვის ეფექტური კონტროლი ძალიან რთულია მით უმეტეს ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვითვალისწინებდეთ რომ აქ ასე ვთქვათ კანონები აღარ იმუშავებს აქ იმუშავებს ძალა ვაი ეს ძალა როგორ და რანაირად და როგორ უნდა განახორციელოს ჩვენი საკმაოდ ესეთი ფულად დასაცავი საზღვრები აი ეგ ცალკე პრობლემაა რა ამავე დროს ჩვენ იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ რომ რაც და რითიც დავიწყეთ სიტუაცია დღევანდელი სიტუაცია როგორ არის საქართველოს რა იმაშია რა რეგიონშია ჩვენი ხალხი ძალიან დიდ ნაწილს გონია რომ საქართველოს ევროპაშია და სამწუხაროდ მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი ესე იგი აი ეს ნუ გეოგრაფიული ტოპოგრაფიული კრეტინიზმი ესე იგი ძალიან ღრმათ არის ფესტონზე ზურაბ ჟვანიას მაგ ფრაზის გარდა სხვა არაფერი არ დაიმახსოვრეს ხო არა ხო და ნუ რატომ ახლა ჩვენ ვართ წინა აზიის ჩრდილო ნაწილი ანუ ამ რეგიონის ჩრდილო ნაწილი ანუ ესე იგი ხვედი ქვეყანას ამას ჩრდილოსაო ნინოს რომ მიმართავს ხო მისი აპოლოგია წმინდა ნინოს ხო წმინდა ნინოს ხოვრებაში ანუ ჩრდილო ნაწილი სოლნიჩნა გრუზია რო ვიყავით ანუ ეს მოხდა როცა რუსეთი გადმოვიდა კავკასიონზე და
მანამდე ჩვენ ვიყავით ის ირანისა და თურქეთის ვთქვათ აქეთ თურქეთის აღმოსავლეთის და ირანის ჩრდილო ნაწილი ვესაზღვრებოდით ასე ცნობისთვის და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ახდა სანატრელი ნატრა ესე იგი ჩვენი პოლიტიკუმისა და რუსეთი გავიდა კავკასიიდან ჩვენ ვესაზღვრებით ამ შემთხვევაში თურქეთს და ვესაზღვრებით ირანს და იმის რა ქვია იგივე დღეში აღმოჩნდება რა თქმა უნდა აღმოჩნდა უკვე სომხეთი რომლის სახელმწიფოებრიობაც არის ძალიან დიდი კითხვის ქვეშ და მე არ მაქვს ოპტიმისტური განწყობები ამ მიმართულებით რაც ასევე ძალიან ტრაგიკული იქნება ჩვენთვის იმიტომ რომ ეს ბუფერია ჩვენთვის სომხეთი და ჩვენ უნდა განვიხილოთ ის როგორც მოკავშირე და უნდა შევეცადოთ რომ ვიყოთ სომხეთის მოკავშირე ისევე როგორც აზერბაიჯანს ჩვენ ეს ისტორიული რაღაც ეს მტრობები და ისინი უნდა ამოვიგდოთ თავიდან ეთნიკურ რელიგიური ისინი რა ქვია შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში და მე განსაკუთრებით შემაშფოთა და ერთგვარად რაღაც ერთგვარი ისიც გამოიწვია გაუგებრობები განსაკუთრებით შემაშფოთა იმ რიტორიკამ რომლითაც დაიწყეს მიგრაციაზე საუბარი ეს რიტორიკა შეიცავდა ტრულ სიტყვებს, ტრულ განწყობებს ჩვენ სამეზობლოსთან მიმართებაში. და მეცაც გეტყვით რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობები დავინახე მე იქ რამაც საერთოდ ნუ აი ძალიან ძიმე შემიქმნა. ვინაიდან კიდევ ერთხელ ამ ხალხს მართლა ევროპაში გონია. და გონია რომ რაღაცით დაცულია და ვერასწავლის შუას ვერც მაგალითად სირიელი ქრისტიანების და ალავიტების მანამდე კიდე მოგეხსენე ლიბანში და საერთოდ ნუ აი ეს პრაქტიკა კონფლიქტებისა და ეს იმ ქვეყანაში ხდება სადაც რომელმაც ამდენი ომი და კონფლიქტი გამოიარა და სამოქალაქო ომები და პუჩი და ასე შემდეგ ხო რევოლუცია აქედან გამომდინარე იყო ჩემი ეს ესე იგი განცხადებები რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას ჩატარდა აღრიცხვა მე ყოველთვის მოუწოდებდი სხვათა შორის ჩვენ სახელმწიფო ორგანოებს რომ მეტი ოპერატიულობით ემუშავათ საზოგადოებრივ ასთან მიმართებაში ადამიანებს აქვს შეშფოთებები ადამიანს ბუნებრივია აი ეს რეალური პრობლემათან ერთად აღმოჩნდებიან ხოლმე ასე ვთქვათ ამ პრობლემების ექსპლუატაციის სურვილები რომლებიც აღვივებენ სრულად არაჯანსაღ ატმოსფეროს და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ესე იგი მუშაობა საზოგადოებრივ ასთან კონკრეტული ფაქტობრივი მასალების ესე იგი ჩვენება ინტერპრეტაციები როგორ ეს თვალის ვიზუალიზაცია და ასე შემდეგ აი ასე მაგალითად როდესაც გამკაცდა ესე ვთქვათ სავიზო რეჟიმი იმ კუთხით რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების კონტროლის ვინც გაკონტროლებული იყო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ იგულისხმება პრობლემური ქვეყნების მოქალაქეები ხომ იმათ კონტროლის მექანიზმსაც იყენებდა ამ შემთხვევაში საქართველოს სავიზო გამოვიდნენ და დალფის ქვეყნები დახიან. პირიქით გამოვკაცეთ დალფის ქვეყნები რომ შეეკითხო ახლა საქართველოს მოსახლეობის 90% არ იცის რა არის დალფის ქვეყნები და რა კონტექსტში დაუშვათ იყენებდნენ ამ სიტყვას ხელისუფლების წარმომადგენლები. შედეგად შეიქმნა განწყობა რომ პირიქით ესე იგი გაიოლდა საქართველოში ამ პრობლემური ქვეყნებიდან მიგრაცია. აი ესეთი ტიპის შეცდომები არის დაშვებული და მე შეცდომები გადადის იმაში რომ განწყობები იქნება და განწყობებს მე ახმებს რო ქმნიან მე იმ ახმას ვეღარაფერს ვეღარ უშვებს. იგივე კიდევ ერთხელ აი არჩევნები სანამ ტარდებოდა მე მოუწოდებდი აი რამდენიმე ჩემ გადაცემებში ვამბობდი ზუსტ ამასა და ამას გააკეთებენ.
აი ზუსტად გაწერილი იყო და სულ იმეორებდი რომ ახლა იმიტომ რომ ეს არ გაეკეთებინათ ხო იმიტომ რომ ეს გასაგებია რომ ამას რო გააკეთებ მე იწყება დესტაბილიზაცია და უბედურება ხომ და ნორმალურ ადამიანს შენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია როგორ უნდა გინდოდეს ამიხსენი ხო რა თქმა უნდა აი როგორ შეიძლება რომ დაუშვათ ადამიანს უხაროდეს რომ შენი ქვეყანა ირევა და მოუწოდებდი მე საზმაუს მაგალითად საზოგადოებრივ მოუწყებელს რომელსაც დიდი ბიუჯეტი აქვს გაეკეთებინათ მოდელირებული ასე ვთქვათ საარჩევნო უბანი ეჩვენებინათ აი ესე კი არა რომ ახლა რაღაც კლიპებს რო აკეთებენ იმას ადამიანი უყურებს 5 წამი და მე აღარ უყურებს დაესაქმებინათ სახიობები და უშუალოდ დაესაქმებინათ რა ვიცი მე რეჟისორები და ესე ჩვენებინათ განუწყვეტლივ რომ აი ესე ხდება რომ არ იყოს ეს მითები ლეგენდები სისულელებს იგიჟეები რაშიც გავეხვიეთ აგერ უკვე 1 წელია გახვეული ვარ თამაში და ესე გმირულად იგერიებენ და ვიგერიებთ საკუთარ ჩვენივე შექმნილ პრობლემებს ხო აი იგივე ამ მიგრაციასთან დაკავშირებით ერთია ესე იგი რეალური პრობლემა და მეორეა ის განწყობები რომელიც იქნება ამ პრობლემების პოლიტიკური მიზნებით ექსპლუატაციის გამო და კიდე ადამიანებს აქვს არარეალისტური წარმოდგენები ჩავკეტოთ საზღვრები იძახიან როგორ უნდა ჩაკეტოს საზღვრები რა ვინ ჩაგაკეტინებს რა საერთოდ რა ხდება როგორ არის რასთან არის დაკავშირებული როგორ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან როგორ არის დაკავშირებული შენ საკუთარ მიგრაციასთან იმიტომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მეტი მიგრანტი გვყავს ხო ეს რა თქმა უნდა შემდგომი ამის შედეგები ნუ ან ეს ტექნოლოგია როგორ უნდა გააკეთო მე რა შედეგები მოყვება ეს არ აინტერესებს ეს აღარ ადარდებს კი გასაგებია აი ეს სიტუაცია დაიწყო უკანონო მიგრანტების სხვათა შორის ინტენსიური გაძევების პროცესი კანონი მიიღეს რაც კარგია და მე მაგალითად ვემხრობი გამკაცრებას ამისას მაქსიმალურად ახლა შესაძლებელ ფარგლებში ნუ კანონი არის კარგია ეს კანონი არ გულისხმობს იქ პირდაპირ გაძევება მიმდინარეობს და ახლა როდესაც ის მიგრანტი ხედავს რომ გაძევების საფრთხის ქვეშ არის იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული დისკომფორტი ადამიანები ვართ ხო და უშუალოდ ახლა ძალიან სერიოზული რამეა ეგა უნებრივია რომ არჯერ იფიქრებს ვიდრე დაარღვევს კანონს ეს კარგია რა დემონსტრაციული ის არის რა ქვია აქტები ჩატარდა ხადე ახლა ჩვენ სოფლიოს კლიენტს ვერ გამოვეთიშებით ო მაგრამ ნუ რა თქმა უნდა სიმკაცრე საჭიროა ამ მიმართულებით იმიტომ რომ ძალიან მოწყვლადი არეალში ვარ და ამის გარდა კიდე ერთხელ ვიმეორებ ამან ისეთი ტალღა გამოიწვია და იმდენად უპასუხისმგებლობა გამოამჟღავნა ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჩვენს პოლიტიკოსად რომ მიაჩნია თავი რომ აი მართლა გაოცებული დავრჩია აი მაგალითად აღმოაჩინეს რომ თურმე საქართველოში ესე იგი არსებობს 500,000 მუსლიმი თანამოქალაქე ყავს ჩვენ ხო სუნიტების და შიიტების ეს არა ქართველი ო ქართველებიც არიან კაცო აჭარაში და არა ქართველი არიან 9 მილიონამდე და ქართველი მაჰმადიანები ხო კიდე ცალკე თემაა მთიანი აჭარა და 50,000-ია ისა და ახლა 50,000 ქართველი ცოტა მეტი კიდე არ ვიცი 100,000 რუსეთის არ მაქვს სამწუხაროდ და იქ აღმოაჩინეს რომ თურმე იქ ყურბან-ბაირამი და ასე შემდეგ და მეჩეთი როგორც თბილისში და რაღაც სიგიჟეებს იძახდნენ კიდე აქედანაც ვეუბნები რომ ცოტა ons მოეგონ იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ ჩვენ არ ვართ ჩვენ ვართ ამ რეგიონის წარმომადგენლები თუ დაუშვათ რაღაც ეს არ გვაწუხებდა ასე ვთქვათ იმიტომ არ გვაწუხებდა რომ დიდი იმპერიის ნაწილი ვიყავით და ახლა რისი ნაწილი ვართ ჩვენ არაფრის აბსოლუტურად კიდე ერთხელ ვიმეორებ ევროკავშირისკენ მივდივართ მივისწრაფვი და იქიდან სულ იმას გვირტყავენ თავში ყოველ დღე რეზოლუციებს რუსეთთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს მით უმეტეს არანაირი სხვა ასე ვთქვათ გარანტიები და ვის იმედზე ასე ვთქვათ იჭიმებიან ესენი
ეს ხო ელემენტარულია, არც უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ნუ უკვე მართლა ამ ინფანტილურ იდიოტიზმს კატასტროფული შედეგები მოაქვს. ახლა იგივე 90-იანებში არ გვახსოვს რა ახლაც რაებს იძახიან, მართლა გონიათ რომ სადაც უნდა იქშევლენ, ახლა ჩემი ტერიტორია სადაც მინდა იქშევა. ესმის ელიფსოფი მოგესმის და ახლაც უაზრი არის. გოჯერ ვიგემეთ ეგ ეს გაუაზრებელი ინფანტილური გადაწყვეტილებების შემდეგ შედეგები. და ზუსტად იგივე სხვა შეს აი ეს რეციდივი მოყვება ჩვენ სამწუხაროდ და აი შედეგებს თან ეს ისტორიულად ესეა სხვათა შორის მე ახლა შემიძლია ბევრი მაგალითი მოგეყვანოთ. ამაც მე გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები. ბატონო სოსო, დიდი მადლობა მორიგჯერზე საინტერესო საუბრისთვის, მართლა მნიშვნელოვანი თემები გაშალეთ, მაქსიმალურად რაც კი შესაძლებელი იყო ამ უწურავი პასუხებით და მედონოთ რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის, ალბათ საკმაოდ დაძაბული ერთი თვე გველის როგორც რეგიონალურად ასევე ზოგადად სოფლიოში და თქვენ გისურვებთ და საქართველოსაც უსურვებ რომ მშვიდობით გაგვეღოს ეს ყველაფერი და მეტი ჭირი და ვარამი აღარ გვენახოს 8 აგვისტო იყო გუშინ და ამით უნდა დამეწყო, მაგრამ მომიტევებენ ალბათ ყველა იმ გმირს, ვინც თავი შეწირა სამშობლოს, ყველას დიდება იყოს, ჩემი მეგობრები არიან ამდენიმე და ეს ყველას ხო ჩვენი საძმოდან, ჩვენი სამეგობროდან, სანათესაოდან. ხო და მათი დიდება იყოს და ეს ტრაგედია რო არ გამეორდეს, მეტი გამჭრიახობა და მეტი წინდახედულობა გვმართებს სახელმწიფო მეთაურებს და მთავრობას ცალკე და ჩვენ ერისკაცებს კიდევ ცალკე ვალდებულება გვაქვს. დიდი მადლობა ბატონო სუსო და დროებით კარგად ბრძანდებოდეთ საუკეთესო სურვილებით. დაიხარ.